ივანიშვილის კომიკური შაპიტო არ არის საბჭოთა კავშირის შეერთებულმა შტატებმა მასთან ურთიერთობა რომ გადატვირთოს, არა და გადატვირთვაზე იდიოტიზმზე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი მიიღებს იმ პირობებს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წააყენა, ამ ქვეყანას გამოაცლის რუსეთის კლანჭებიდან, დაივიწყებს რუსულ გავლენებს და საქართველოს დააბრუნებს ნორმალურ ცივილიზაციურ განვითარების კალაპოტზე და დააბრუნებს მის ისტორიულ გეოპოლიტიკურ გზაზე, რაც არის ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროსთან და დასავლეთთან. ან ამას იზამს, ან არაფერი აი ამ რაღაცა სასაცილო იდიოტიზმიდან არ გამოვა. ამიტომ ეს რაღაცა ბაქი-ბუქი, ხან იმის წამოცდენა, ხან ამის ძახილი რო ჩამოვლენ შეისავენ გადატვირთავენ, არავინ ამათ არ აღიქვავს ადამიანებად, ნორმალურ ადამიანებად, რომელთანაც რამე შეიძლება გადატვირთოს. ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფება და მოქმედი შეერთებული შტატების მთავრობა მათ ეხლა წაუყენებს იმ პირობებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის. ეს პირობები მაგიდაზე დევს, ბევრჯერ გამოცხადებია შეერთებულ შტატებს ამის შესახებ. ყოველ 3 თვეში ერთხელ რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას გააღვიძებს. თუ ივანიშვილი ამ შემთხვევებს შეასრულებს, ურთიერთობები დაალაგდება და ეს ურთიერთობების დაალაგება არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესში. რატო? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და მის რუსულ გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა, ეს არის შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედი დამოკიდებულება. ერთადერთი შემაკავებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც გადაარჩენს, არის შეერთებული შტატების ჩარევა. ამიტომ ჩვენ ყველას ძალიან ყურადღებით უყურებთ ამ პროცესს, ოღონდ არაფერი კულუარული შეთანხმება აქ არ არის. ყველაფერი ზედაპირზე დევს, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რუსული გავლენები და დააბრუნოს ეს ქვეყანა განვითარების ნორმალურ კალაპოტზე.